მითი. ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მძინარე ცხინვალი დაბომბეს. ეს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული ტყუილია, რომელსაც კრემლი და ახლა უკვე ქართული ოცნებაც მუდმივად იმეორებს, რომ თითქოს საქართველოს თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას და ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მძინარე ცხინვალი დაბომბეს. სინამდვილეში ოფიციალური ინფორმაციით 6, 7, 8 აგვისტოსთვის არც ერთი ეთნიკური ოსი მშვიდობიანი მოსახლე ცხინვალის ზონაში აღარ იმყოფებოდა. მათ წინასწარ დაატოვებინეს ტერიტორია როკის გვირაბის გავლით. 2008 წლის აგვისტოს პირველ კვირაში ცხინვალის რეგიონში ვითარება ყოველდღიურად იძაბებოდა. 1-დან 7 აგვისტომდე რუსეთიდან სისტემატიურად ჩამოდიოდა მძიმე ტექნიკა და სამხედრო ძალა როკის გვირაბის გავლით. სეპარატისტული ძალები განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქართულ სოფლებს ზემო ნიქოზი, ერგნეთი, ავნევი, პრემისი და სხვები, რამაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი იმსხვერპლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით 7 აგვისტოს საღამოს ცხინვალში დაიწყო სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული მოსახლეობის დაცვასა და სროლების შეწყვეტას. მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ იმ დროისათვის ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ევაკუირებული იყო. ეს არ იყო მძინარე ქალაქზე მოულოდნელი დარტყმა, ეს იყო პასუხი განუწყვეტელ პროვოკაციებზე. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ღამეს ცხინვალში იმყოფებოდნენ რუსი სამხედროები, მათ შორის გრუს სპეციალური დანაყოფებიც. დამოუკიდებელი წყაროები, მათ შორის ევროკავშირის მიერ მომზადებული ტალიავინის კომისიის ანგარიში, არადასტურებენ თითქოს საქართველოს მძინარე მოსახლეობას დაესხა თავს. პირიქით, იქ ნათქვამია, რომ ქართული სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ინტერვენცია უკვე დაწყებული იყო. თუმცა თავად ეს ინტერვენცია რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში იგეგმებოდა და წინასწარ იყო მომზადებული. ამიტომ მძინარე ცხინვალის დაბომბვის თეორია არ ემთხვევა რეალურ ფაქტებს და მიზნად მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ საქართველო აგრესორად წარმოსახოს და რუსეთის თავდასხმა პასუხად გაამართლოს.